ოთხე იმენდა იმენის ფარსში ჩვენთან ჩამოსული აფრიკანისის შემდეგ შეისწავლა ყოველ ორ-ორიანი ინტერვალებით 12 თვის განმავლობაში ყოველდღე და ჩამოვიდა მე მუტაციის აი ჩვენ ეს თანამდებობა გქონდა სამთის მანძილზე პირველ დღეს რატომაც პირველ დღე დავუთმით იმუნოლოგიას არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა და ანტიმიკრობულ იმუნურ პასუხს ეხება არამედ იმიტომ რომ ფაგები განიხილება არა მარტო ანტიმიკრობულ მედიკამენტად არამედ იმუნობიოლოგიურ პრეპარატადაც თუ როგორც იმუნოლოგი თუ განიხილავთ როგორი კომპოზიცია შემადგენლობა აქვს ფაქს, თავისუფლად შეიძლება თქვა, რომ ეს არის იმუნური პრეპარატი. განიხილება ლიტერატურაში მისი სამი ეფექტი. ერთი ანტიმიკრობული მოქმედება უშუალოდ ფაგის ბაქტერიაზე, სპეციფიური, მაღალსპეციფიური და მეორე ეს არის ვაქცინალური ეფექტი და ეს არის იმუნომოდულატორული ეფექტი, არასპეციფიური გავლენა. იმიტომ რომ ერთი რომ ფაგურ პრეპარატებში, რაც აქ არის წარმოდგენილი ფაგულიზატორებში, შედის ასევე მისი მასპინძელი ბაქტერიის კედლის მოლეკულები. ესენი არის გარკვეული ნაწილი ცილები და ცილა არის ანტიგენი. ანტიგენი არის ვაქცინის შემადგენელი ნაწილი. მის მიმართ ვითარდება ადაპტური, სპეციფიური იმუნური პასუხი, იმუნიტეტი ყალიბდება. მეორე, აქ შედის ისეთი მოლეკულები, არაცილოვანი მოლეკულები, აი პამპები რო განვიხილეთ პირველ დღეს, რომელთაც პატენის შემცნობი რეცეპტორები უკავშირდება ექსპრესირებული თანდაყოლილი იმუნიტეტის უჯრედებზე, ხო? აი ამ მოლეკულების დაკავშირება თანდაყოლილი იმუნიტეტის უჯრედებთან, როგორც არის მაკროფაგები, დენდრიტული უჯრედები, ნეიტროფილები და სხვანი, იწვევს არასპეციფიურ თავდაცვითი რეაქციების გაძლიერებას, როგორც არის ფაგოციტოზი და ასე შემდეგ. ანუ მრავლობითი მოქმედება აქვს ფაგურ პრეპარატს. თუ თანამედროვე კუთხით გამიხსოვთ, ეს არის სპეციფიური ანტიბაქტერიული ეფექტი, მეორე იმუნომოდულატორული ეფექტი და მესამე ვაქცინალური ეფექტი. ანუ ჩემთვის, როგორც იმუნოლოგისთვის, ფაგური ლიზატრები არის სამი ერთში, ესე ვიძახით, რომ მოხსენებას რო უცხოეთ ვაკეთებ. ეს არის სამი ერთში, ეს ერთდროულად არის ანტიბაქტერიული მედიკამენტი, ვაქცინა და იმუნომოდულატორი. დელმონტ ლაბორატორია ამერიკაში რო არის 40-იანებში შეიქმნა 50-იანებში. სტაფ-ფაგ ლიზაც ამზადებს და როგორც ფაგს ისე კი არა ასახებს, როგორც ვაქცინას. ვაქცინას და იმუნომოდულატორს. კომუნისტებსაც ჰქონდათ პიროგენარი იყო ლიზატი და ჩვენ კურატორები ფსორიას წარმატებულებს ასე ისურებოდა ჭალეს. ანუ ეს თერაპიული ეფექტი არის, მაგასი გვერდით გამოდის თქვა იმუნომოდულატორი ლიზატი. ხო, დასაგებია SSL იყო და მითო დასაგებია, მაგრამ აქაც ხო არ მიყვება SS და ამის ეფექტი. შეხედეთ ბაქტერიას კლავს. კი ბატონო, კომბინაციაში არის ეს ეფექტი. ანუ შესწავლილი არის უბრალოდ მიკრობული ლიზატები და ცნობილი არის, რომ ფაგური ლიზატი უფრო ძლიერი ვაქცინაა, ვიდრე თქვათ სხვა ტექნიკით, არაფაგების გამოყენებით მიღებული ბაქტერიული ლიზატი. იქ დენატურაცია ხდება ანტიგენების, იმუნოგენობას კარგავენ. აქ კი უფრო იმუნოგენურები არიან. და აი ეს სამი ეფექტი რო ერთიანდება, ამავდროულად თვითონ გაწმენდილ სუფთა ფაგურ ნაწილაკს აქვს თავისი იმუნომოდულატორული ეფექტი. ფაგი არის ვირუსი, რომელიც უსაფრთხო არის ეუკარიოტული უჯრედებისთვის, ადამიანისთვის, ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის, ხოლო კონკრეტულ სამიზნე ბაქტერიაზე მოქმედებს. ის შედგება ნუკლეინის ჟავისგან, ძირითადად ეს არის DNM-ი და ცილოვანი კაფსიდი, ხო, განსხვავებული ფორმის. აი ამ კაფსიდსაც და DNM-საც აქვს იმუნომოდულატორული ეფექტი.
თვისებები და ეს შესწავლილია და ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ფაგების იმუნოლოგიის შესწავლა და შესანიშნავი მიმოხილვი პუბლიკაციები გამოიცემა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. აი, ამიტომაც ესეთი ამოუწურავი საკითხი არის. ძირითადად მაინტერესებს ის ტოპიკურად გაქვთ მალამო, ხო? მალამო. ალბათ მე ასე არ მინახავს და არასოდეს არ გამომიყენები, ალბათ არის სტაფილოკოკების საწინააღმდეგოდ თუ რა ნაკრებია. ეს არის მალამო არის თუ კრემი არის? მაზელინია, მაზელი. იმ გარკვეული შემადგენლობაა, ესე იგი 7.5 მილილიტრი არის აბადიეთ ახლა მე შეაღვიე მალამოშიც ფაგის რაოდენობა განსაზღვრული აქვს, შემადგენლობა განსაზღვრული აქვს და ამზადებს აბადიაკი კი ბატონო, აი ყველა ფაგი რაც კანის ინფექციაზე კანის ტრილობის დასამუშავებლად შეიძლება გამოიყენოთ. მე მაგალითად 20 მილilitrიან ამპულებსაც ვხმარობდი ხანდახან. ხო. აი როგორც გაჩვენეთ ამ ფაგის დადგენილის სამენი ექსპოზიცია მოხდეს რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ფაგის კანზე და მალამოც გამოიყენება. ეხლა აი იმ შემთხვევაში როგორც გითხარით სპეციალურად შემოგვეთეთ და დაგვიზარდეს რადგან ეხლა ტელევიზორული ჰიპოალერგიაზე ესა შეგვიძლია სხვათა შორის ჩამოტანილი აი პაციენტს აფრანგეთიდან იქაც იგივე ბაზაზე უმზადებდნენ მალამოებს აპარატს. და ეხლა და უბრალოდ ფაგით ავსებდა ჩვენი აფრიაკი ამას. აი საწუხნაბებზე ორი სიტყვა რო ვითხრა. იცით რა ძალიან ხშირად ვაკითხავენ ალბათია პირის რუს ინფექციები ქრონიკული ინფექციები. კი ბატონო შორის და აი განსაკუთრებით ასევე პარიმიტერი აი ასე შემთხვევაში გამოიყენება ეს პარატი. მოგესალმებით, მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ერთი კითხვა მექნება რეგულაციური თვალსაზრისით და ალბათ თავგადასთან მექნება ეს კითხვა. თუ მოგება ახსენეს ქიჩები, ნოზოკოვული ინფექციები და ასე შემდეგ. ფაგების გამოყენება, რო დაფიქსირდეს ისტორიაში, როგორც უნაობის ერთ-ერთი სახეობა. რეგულაციურად თქვა შეგვეძლება რაიმე პრობლემა ამასთან მიდარდებაში. ვინაიდან პროტოკოლში ვიცით, რომ ძირითადი დაავადებების პროტოკოლი არის მოწოდებულია საიტზე და პროტოკოლში არ არის როგორც გამარტივებული სამკურნალო საშუალებები, ისე მოწოდებული და ხო არ იქნება რაიმე რეგულაციასთან პრობლემა ხო შეგვეძლება ამასთან დაკავშირებით. მადლობა. მადლობა. რაც შეეხება რეგულაციებს, როგორც გითხარით, რეალურად 23 წლამდე ჩვეულებრივ ეს ფაგები იყო ჩვეულებრივ რეგისტრირებული როგორც წამალი, წამლის საშუალება და მისი გამოყენება ათმანამდე იყო პრობლემა და დღეს როდესაც იზრდება პარაფარმაცევტული, ანუ როგორც დამხმარის საშუალება, ისე ფიქსირდება ამ წუთას, ამ GMP-ის გამო, ის კიდევ უფრო ნაკლებ პრობლემატურია, იმიტომ რომ წამყვანი მედიკამენტი გექნება დამჭრილობის დამუშავებისას ალბათ რაღაც სხვა და ეს როგორც დამხმარის საშუალებად ესე იყენებს. რეგულაციურად პრობლემა ნამდვილად არ არის. თუმცა ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ GMP-ის ისევ თავიდან მოგიბო. ხო, აქვე ვიტყვი, რომ ინდივიდუალურად დამზადებული საშუალება ის ისევ ჩვეულებრივ როგორც მედიკამენტი,
ისე გადის, ისე როგორც წამალი გადის, იმიტომ რომ ის დამზადებულია აფთიაქის მიერ, ავტორიზებული აფთიაქის მიერ, რომელსაც აქვს კონკრეტული ნებართვა ამის დამზადებას. ეს ავტოფაკი. და რაც შეეხება უკვე, იქ GMP არ არის სხვა რეგულაცია, მაგრამ როდესაც წარმოება ამზადებს უკვე სერიულ მედიკამენტებს, აი GMP ცოტა გაგჭირდა ფინანსური თემის გამო და თუმცა იქაც ვიტოვებ, რომ არ არის პრობლემა. პრაქტიკოსი ექიმების ყველა ესეთი გამიგონა, როდესაც ქირურგიული პრაქტიკაში ან აი კამის ინფექციების დროს და ასე შემდეგ ვიყენებთ ხოლმე ფაგებს, ის ფაგების გამგებლობისგან გვაქვს ეს რეკომენდაცია, რომ ესეთი სანაციისთვის გამოყენებული ანტიბაქტერიული საშუალებები, როგორც არის დაუშვათ იოდი ან იოდინური ან სხვა საშუალებები, თუნდაც იგივე წყალბადის ჟანგი უშუალოდ ამ მასალების შემდეგ პირდაპირ ფაქს აღიარებს. შემდეგ ხდება ფიზიოლოგიური დამუშავება, ჩამოგანაწილების და ამის შემდეგ ხდება უკვე ფაქის რეგისტრაცია. თქვენ ალბათ გაგიგეთ, რომ საქართველოში სხვა წარმოებაც აქვს, რომელსაც აქვს რომელიც ფაქტს. გასაკვირია ბიოლოგიისგან გამომდინარე რეაქციები, რომ ერთი მინდა ეს და უბრალოდ ეს შეკითხვას რატომ არის ჩვენი ფაქტები უფრო მეტად ეფექტური. იმიტომ რომ ყავს პერსონალი, რომელსაც იცის როგორ უნდა კარგად გააკეთოს, მეორე გვაქვს ის საშუალება, რომელსაც გვიან სადიაგნოსტიკო ლაბორატორია ჩვენ ძალიან დიდი ის რომ რაც შეიძლება მეტი ბაქტერიული შტამი კლინიკური სინჯი შევაგროვოთ ჩვენთან ჩვენს სადიაგნოსტიკო ცენტრში და შესაბამისად გავზარდოთ აი ამ პრეპარატების ეფექტურობა და იმიანობა რომელსაც მართლა საუკუნოვანი ისტორია აქვს დიდი სახელი აქვს და ამ სახელს უკან ძალიან ბევრი ადამიანი